Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებთ ჩვენ საინტერესო თემებზე საუბარს. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო შეკითხვა ჩვენი მეგობრისაგან დასმული. მაგრამ სანამ ის დასვამს უშუალოდ ჩვენ შეკითხვას, მინდა ჩემ გამომწერებს გითხრათ. მოიწონოთ ეს არხი, აუცილებლად დააკომენტაროთ და აუცილებლად გააზიარეთ. ასევე ვინც არ ახართ გამომწერები, აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხი, რადგანაც ეს არხი ემსახურება ქრისტიანობის ებრაული ფესვების გავრცელებას. თუ თქვენ გაინტერესებთ სახარების კონტექსტი, სახარების კონტექსტი ეს არის ებრაული კონტექსტი, რა თქმა უნდა, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ეს არხი, რადგანაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ თქვენ იმ შესახებ, რაც ასე საჯაროდ არ დევს. ასევე ვისაც გინდათ ფინანსურად გვერდში დგომა, ჩვენ გვაქვს ყველა ვიდეოს ქვემოთ ჩვენი საბანკო რეკვიზიტები, შეგიძლიათ იქ გადმორიცხოთ. ასევე გვაქვს KISAG დონაცია, თქვენ შეგიძლიათ სვამთ კითხვას KISAG-ზე და ავტომატურ დონაციას აკეთებს ის, თქვენ რამდენიც მოგესურვებათ თქვენ. ყველა ეს ინფორმაცია არის ყველა ვიდეოს ქვემოთ, YouTube-ს თქვენიც და არის ვიდეო და ქვემოთ კომენტარებში როა. პირველ კომენტარებში არის მითითებული ეს. ასევე შეგიძლიათ დაასკანიროთ ჩვენი QR კოდი, პირდაპირ KISAG-ზე თუ გინდა გადასვლა, QR კოდს ასკანირებ და გადადიხართ პირდაპირ KISAG-ზე და იქიდან სვამთ ნებისმიერ შეკითხვას, რაც თქვენ გაგიხარდება. მაშასე, მოგესალმებით ბატონო გიორგი, გისმენთ რა შეკითხვა? მოგესალმებით. სახარების ერთი ესეთი პასაჟი განვიხილოთ. საუკუნო სიცოცხლე და მდიდარი ჭაბუკი. მე აი კომენტატორებისგან წამიკითხავს მოკლედ, რომ სიმდიდრე არის ცოდვა. და აი ამაზე რას გვეტყვი რა, ანუ სიმდიდრე ნუ თუ გვაშორებს ღმერთს. შენ ალბათ იმას გულისხმობ, ხო, ჭაბუკი რომ მივა იესოსს და კითხავს, მოძღოლო რა უნდა გავაკეთო? საუკუნო სიცოცხლე დავუკეთე. ეს არის მათე სახარების მე-19 თავის მე-16 მუხლიდან იწყება ესა. საინტერესოა, რომ ეს ამბავი გადმოცემულია ყველა სამივე სახარებაში. სამივე სინოპტიკურ სახარებაში, მათე, მარკოში, ლუკაში. ლუკა გვეუბნება, რომ ეს იყო ვიღაც მთავარი, ხოლო მათე და მარკოზი გვეუბნება, რომ ეს იყო ვიღაცა. არა კონკრეტებენ ვიღაცა, მაგრამ ლუკა აკონკრეტებს, რომ ეს იყო მთავარი პიროვნება. ნუ თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ ეს ძალიან მდიდარი იყო, გამორიცხული არა, რომ მთავრთაგანი იყო, იმიტომ რომ მთავრებს ჰქონდათ ფული, თუ ჰქონდათ იმ დროს. აბა ღარიბ ხალხსაც ჰქონდათ მაშინდელი ფული. მაშასე კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ რატო თვლიან ზოგიერთი ხალხი, რომ სიმდიდრე ცოდვაა თუ არა. ზოგი თulis რომ ცოდვა. ცოდვა როგორ ანუ მოიძულეს მოკლედ. ნუ როგორ გითხრა ახლა იუდაიზმი სიმდიდრეს თulis როგორც კურთხევად. ღმერთისგან კურთხევად და ბიბლიაში ჩვენ გვაქვს ბევრი მაგალითი, რომ მდიდარი ხალხი იყო კურთხეული ხალხი. ა ブラ ამი, იობი, სოლომონი ეს ყველა კურთხეული ხალხი იყო და აქედან გამომდინარე, რომ სიმდიდრე ასე არ ითვლება ცოდვად, როგორც ასეთი. მაგრამ მოდი რომ გავიგოთ ეს მთლიანად, ჩვენ უნდა გავიგოთ მთლიანად რაზე მიდის საუბარი. მე ხშირად ვეუბნები ადამიანებს, რომ ამიტომ საჭირო ებრაული კონტექსტის ცოდნა. თუ ებრაული კონტექსტი არ ვიცით, რას ნიშნავს აქ, ჩვენ ვერ გავიგოთ მდიდრის შეკითხვას რაა. რაში მდგომარეობდა მდიდრის შეკითხვა? მდიდარი ეკითხება ძალიან უცნაურ კითხვას. ახლა მივიდა მასთან ვიღაცა და უთხრა, კეთილო მოძღო, რას იკეთებ, ქმნა რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდესო. საუკუნო სიცოცხლე როგორ ფიქრობ? ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რომ საუკუნო სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ადამიანი მიდის 60-ში და იქ დაიმკვიდრებს. ეს ასე არაა. იუდაიზმი მასე არ ასწავლის. იუდაიზმი ასწავლის საუკუნო სიცოცხლეს სასამართლოს შემდეგ. იესო ქრისტე, ანუ მასია მესია რომ მოვა და იქნება სასამართლო განშა, შემდეგ საყოველთაო აღდგომა რო იქნება, ის ხალხი ვინც აღდგება, ის დაიმკვიდრეს საუკუნო სიცოცხლეს და ზოგი გასამართლება. ამ საუკუნო სიცოცხლეს ეუბნება ეს ებრაელი ობამ, ასე ქვია. აღდგომის შემდეგ სიცოცხლეზე ლაპარაკი. ანუ აქ არა 60-ში მოხვედრა არ მოხვედრას ლაპარაკი. იუდაიზმი ასე არ ასწავლებს. ეს გვიანდელი გაჩნდა ეს ტრადიცია მერე. ელენებიდან მოდის ეს განმარტება.
რომ ადამიანი რო ხდება ეგრევე 64-ში მიდის და ისა იუდაიზმი არ ასწავლის იუდაიზმი ასწავლის რომ ადამიანი ხდება გარდაცვალებიდან ის არის ისეთ მდგომარეობაში სადაც ესია და აღდგომის შემდეგ წყდება ის პირველ აღდგომას ის თუ აღდგა ის უკვე გადაწყვეტილია რომ მან დაიმსახურა საუკუნო სიცოცხლე მეორე აღდგომას ეს მიდის სამუდამო სათანჯოში რომელიც არის აქედან გამომდინარე როცა ეს ინფორმაცია უკვე ვიცით ჩვენ ამის კითხვას ხვდებით იმიტომ რომ რატო ფარისევლური სკოლა ასწავლიდა ესეთ რამეს რომ კეთილი საქმეები და დღევანდელი რაბინური იუდაიზმიც ამას ასწავლის რომ შენ თუ გინდა დაიმსახურო ოლამ-ობამ, ანუ საუკუნო სიცოცხლე აღდგომის შემდეგ, შენ აუცილებლად უნდა გააკეთო კეთილი საქმეები. კეთილი საქმეებით შენ იმსახურებ იმ ქვეყნად ცხოვრებას, საუკუნო სიცოცხლეს. კითხვის არსი ამაში მდგომარეობს, რო იცოდე. ჯერ კითხვა გავარკვიოთ, რა კითხვა აინტერესებს ამ ადამიანს. ჩვენ არ უნდა შევხედოთ ჩვენი ქრისტიანული თვალსახედი და რა ჩვენ გვაქვს. ჩვენ უნდა გავიაროთ იოროდ ის ბექგრაუნდი გავითვალისწინოთ, რომელი ბექგრაუნდში ცხოვრობდა იესო ქრისტე, რომელი საუკუნე იყო. და იმ საუკუნეში არ იყო ესე 64 ჯოჯოხეთის სწავლება, ესეთი სწავლება არ ქონდათ არავის. ასე რომ კითხვა მდგომარეობს ამაში, რომ ჩაუღრმავდეთ, კითხვა არის არსი, რომ აღდგომის შემდეგ რომეც აღდგები იქნება აღდგომა როგორ დავიმსახურო ისო მე საუკუნო სიცოცხლე მქონდეს და ფარისევლები ასწავლიდნენ კეთილი საქმეები მაგრამ ეს იყო ფარისევლების ერთ-ერთი შტო ამას ამბობდა შამაი მაგრამ ჰილელის ფარისევლური სკოლა ამბობდა სულ სხვა რამეს ჰილელის ფარისევლური სკოლა ამბობდა რომ თავარი ებრაელად დაიბადე და აღთქმაში იყო და всё შენ უკვე გარანტირებული გავს ოლამ-ობამ. იმიტომ რომ შენ ღმერთის ერის ნაწილი ხარ და ა ブラ ამთან მიცემული პირობის გამო შენ უკვე ხარ გარანტირებულად გადარჩენილი. მაგრამ სულ ყოფილი ხო არც ერთი სწავლება არ არის. მოიცა ჯერ დავამთავროთ აზრე. აი ეს დიდი თემა ეს ასე უცნობი. მე ამიტომ დავიწყეს ეს შორიდან რომ ეს კონტექსტი ვიცოდეთ. და ამ კონტექსტის წოდინა შენ მე საერთოდ სხვა სულას დაინახავ ახლა. შამაი ამბობდა რომ კეთილი საქმეებით უნდა დაიმსახურო ჰილელი ამბობდა არა რა კეთილი საქმე შენ უკვე შეწყალებული ხარ მამა ა ブラ ამის წყალობის მიხედვით მისი საქმეების მიხედვით შენ უკვე გეკუთვნის აღთქმა გამართლებული ხარ შენ თავარი ებრაელად დაიბადო ეგ იყო მაგის არსი ამ კითხვიდან გამომდინარე ჩვენ ხედავთ რომ ეს ბიჭი იყო შამაის სკოლის წარმომადგენელი ანუ რაბი ჰილელის მიმდევარი არ იყო ეს კიდევ ერთი ნიუანსი რომ ჩვენ ვიცოდეთ შამაის სკოლის მიმდევრებს ერთ-ერთი რამე ახასიათებდა ცინიკური დამოკიდებულება ყველა სწავლების მიმართ სემოდან უყურებდნენ ამიტომ უწოდებს იესო კეთილს რატომ მიწოდებო ზრახვები იესო მეგრევე დაინახა მასში გაიგე ზრახვა ანუ რა ზრახვით რა მოტივით მიწოდებ მე შენ კეთილსო იესო არ ამბობს მე კეთილი არა ვარ ისა მაგრამ შენ რა მოტივით მიწოდებ შენ ანუ დაცინვის ვარიანტი იყო, გაიგე? რომ ზემოდან ერთი მოძღვრო რა უნდა გავაკეთო ისეთიო? ხო, კეთილო მოძღვრო დავიმკვიდრო საუკუნოს აი ეს ცინიკური კითხვა. ხო, ცინიკური კითხვა იყო, გაიგე თვითონ ამაში, არსი ამაში მდგომარეობს. გაიგე? და იესო მეგრევე დაინახა და ამით იესომ ამხილა. მისი ცინიკური და მერე უკვე სერიოზულ კითხვაში გადადის უკვე სერიოზულ დიალოგში. ანუ იესომ თავარი და მიხვდა თავარზე ეუნება. რა საკეთებ რჯული რას გეუნება? ანუ მცნებები იესო არ უარყოფს. მაგრამ იესოს მოყავს საინტერესო ცნებები 10 ცნებების მეორე პუნქტი. მეორე ისა არა კაცკლა, არა იმრუშო, არა იპარო. რატო მოყავს ეს და რატო არ მოყავს ის? ღმერთცეცი თაყვანი და ხო კერპი და რამე რატო ამ ცემებს არ ეუნება და რატო ეუნება ამას იმიტომ რომ შამაის სკოლის სწავლება ამაზე მდგომარეობდა ზუსტად ამაზე იყო დაფუძნებული აიგე შამაის სკოლა აქცენტს აკეთებდა მოყვასის მიმართ კარგ დამოკიდებულებას კეთილ დამოკიდებულებას მოყვას მაგრამ შამაის სკოლა მოყვასი იყო ის ვინც შენაირად ფიქრობდა დანარჩენი არ იყო ეს იყო შამაის აზროვნების ესე. მაგრამ უყურე იესო ქრისტე რას ამბობს? თუ შენ გინდა რომ არ მოხდე
სასამართლოზე ეს ცნებები უნდა დაიცვა. თან მანამდე ეკითხება რომლებია ხო, რომელი სიკე, ხო. არა, უყურე ასეუნება. დააკვირდი კითხვა რა. რატომ იწოდებ კეთილს? არა. კეთილი მხოლოდ ერთი. რა სიკეთე ქნა რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? რა სიკეთე? ანუ კეთილი საქმეები, კეთილი საქმეებით გამართლება ეს მოდის შამაის იდეა. ეს იყო ის იდეა, რომელიც პავლე დაეტაკა გალატელთა და იმას, რა ქვია, ეკლესიას. ის შამაის სკოლის წარმომადგენელი იყვნენ, ეს ფარისევლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ თქვენ რჯულის საქმეებს არ აღასრულებთ. და შამაის მიხედვით რჯულის საქმის აღსრულება იყო წინადაცვეთა და მერე ეს კეთილი საქმეები და ესეთი რაღაცეები. და იესო ხო ეუბნება დაიცავ ცნებები და ეკითხება რომლები. ხო, აი უყურე. რომლები, ხოლო იესო მუთხრა. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, ცნებები დაიცავიო. რას იშავს ცნებების დაცვა და სიცოცხლეში შესვლა? აქ ჩვენ უნდა გავიგოთ ებრაული იდიომა. სიტყვა მცნება რას ნიშნავს? ცნება ნიშნავს ცავად. ცავად. თუ ზემოდი ცავად ნიშნავს კავშირს. მოკავშირეობას. ანუ ცნება ნიშნავს რომ უფალთან აღთქმაში ხარ. ამიტომ გაძლევს ეს ცნება საუკუნო სიცოცხლეს შენ. იმიტომ რომ შენ ხარ მოკავშირე ღმერთის. თუ შენ აღთქმაში არ ხარ ღმერთთან, შენ ვერანაირად ვერ ცხონდები. ეს ბიბლიას აძლევს წითელ ხაზად. ამიტომ დევს ღმერთი ნოესთან აღთქმას, ამიტომ დევს აბრაამთან აღთქმას, ამიტომ დევს მოსესთან, ამიტომ დევს დავითთან, ამიტომ დევს ის, ამიტომ დევს ახალ აღთქმას, იმიტომ რომ აღთქმაშია ხსნა. და აღთქმის მიხედვით, აღთქმა მიცვა, რასაც ქვია მცნება, მიცვა. ცვათ ებრაული სიტყვა ნიშნავს თანაპარტნიორულ იმას. ანუ მცნებების მე ხარ თანამონაწილე ვარ შენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვასეულება იესო. ანუ აქედან გამომდინარე რომ იესო რჯულს უპირისპირდა ეს გამორიცხულია. და ეს მცნებები შენ პარტნიორი ხარ, უფლისო, ცრუმოწმე არ ხარ შენი მოყვასის, არ იპარავ, არ იმუშავ, არ კლავ. ანუ შენ ამ ცნებების დაცვით უფლის ცათა სასუფეველის კონსტიტუციის მატარებელი ხარ. ელჩი დესპანი რაშუა სხვადასხვა ქვეყნებში როა. თავისი ქვეყნის ელჩის წარმოადგენს იმ ქვეყნის კულტურას, სილამაზეს, კანონებს, ცნებებს და რომ უყურებს ხალხი, ვა რა მაგარი ქვეყანაა დანია, რა მაგარი ელჩი. ესე უნდა იყოს ქრისტიანიც. აიგე? ამას ეუბნება იესო ქრისტე, ამ ცნებების დაცვა. მაგრამ აქ არის ძალიან ერთი მაგარი ნიუანსი არის. უთხრა ჭაბუკმა ყოველივე ამას ხრმობიდან ვიცავდი, კიდევ რა მაკლია, ხო? ყველაფერს ვიცავდიო. ხო, ყველაფერს ვიცავ. ანუ ამას ბავშვობიდან მე ვიცავ. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. ამ ადამიანს მოსვენება არ აქვს. ლუკა ამას უძახის, უყურე. მარკოსი ამას უძახის ნაკლოვანებას. ლუკაც ამას უძახის ნაკლოვანებას. ხოლო მათე ამას უძახის სრულყოფილებას. იესო რასაც ეუბნება. კიდევ რა მაკლია რომ ეუბნება აქედან გამომდინარე მარკოსი და ლუკა ამას ნაკლოვანებას მიითქმის, მაგრამ იესო ამას უძახის. აქ არის ძალიან საინტერესო სიტყვა, რომელიც ბერძნულად არის ნათარგმნი ტელოს. უთხრამას თუ სრულყოფილი, აი სრულყოფილი ტელოს ბერძნულად კიდევ სათქვება იცი? რომელთა 10-4-ში. სჯულის დასასრული ქრისტეო, ხო წერია? დასასრული ნიშნავს ტელოს კიდევ. მაგრამ აგრეთვე ტელოს ნიშნავს მიზანსაც. სრულყოფილებასაც. მიზანიც და სრულყოფილებაც ტელოსია. და რას ეუბნება იესო ქრისტე? თუ შენ გინდა სრულყოფილებას მიზანს მიაღწიო. მიზანს მიაღწიო. გაყიდე ყველაფერი და გამომხევი მე. რატო ეუბნება ამას გაყიდეო? განა არიცოდა იესომ რომ არიცავდა ეს ხო ხუთ მცნებებს ბავშვობიდანვე? კი, მაგრამ არიცავდა პირველ მცნებას და მეორე მცნებას. მისი კერპი სიმდიდრე იყო. ამიტომ ეუბნება იესო, მეორე მცნებაში ცდებიო. შენ ემსახურები და თაყვანს სცემ
შენს კერპს სიმდიდრეს. ანუ ამ ჭაბუკისათვის ღმერთის გაყოლა უშლიდა რა? კერპები. თავისი სიმდიდრე, რასაც იზრდებდა თავს. ამიტომ ეუბნება იესო ქრისტე რომ ამიტომ არ ეუბნება რომ ის მცნებებიო. ღმერთი შეიყვარეო, გიყვარდეს. არა, ეს იცის იესომ რომ მაგას არ ასრულებს. რომელსაც ასრულებს, იმას შეუნება, გაიგე? რომ ამან თქვას რომ მივიდეს ის იმამდე რომ მივიდეს რომ ნაკლოვანება აქვს მაინც. ანუ ღმერთის სრულყოფილი თაყვანის ცემა, რომელსაც შენ გჭირდება, ამას ჭირდება ვინ? იესო. ვერავინ ვერ მივა მამასთან თუ არა ჩემს მეშვეობით. და ჭეშმარიტი თაყვანის ცემა და მოწაფეობი ადამიანი ხდება, როდესაც ის მიყვება იესო ქრისტეს. ამას ეუბნება. აქ ებრაული სიტყვა, რომელიც ბერძნული სიტყვა, რომელიც ტელოს სრულყოფილიება, რასაც ნიშნავს, ებრაული სიტყვა აქ არის, იესო ქრისტემ ებრაულად უთხრა. იცი რა სიტყვა უთხრა? შალემ. შალემის ფუძე რა? შალემიდან ამ სიტყვა მოდის. შალომ. შალომ რას ნიშნავს? შვიდობა. შალომიდან ასეთ სიტყვა დამსვენ მენუხა მოსვენება. ანუ იესო ქრისტეს სიტყვების თამაში ებრაულად რო ვკითხულობ ამას, ხო? სიტყვების თამაში ებრაულ ახალ თამაში წერია შალემი გაკლია. ანუ სრულყოფილება, რომელსაც მოყავს შალომი და რომელსაც მოყავს მენუხა, მოსვენება, რომელიც იესო ქრისტეა და მანამდე მათეს სახარებაში იესო ქრისტე რას ამბობს? მოდი ჩემთან ყოველგვარ მტირძინებო და მაშტოლო მე მოგასვენთო იქ წერია შალემ ებრაულ ახალ თამაში. მენუხა მეორენაირად კიდე მოსვენება. ანუ ესაა და იესო ქრისტე ამაზე ეუბნება რომ შენ ფორმალურად იცავ ცნებებსო შენი ღმერთი მამონა არის. ამხილა იესო. და მე მოწაფეებს უკვე საბა ვიღას შეუძლია. ხო, ვიღას მოწაფებმა ვერ გაიგეს ეს, გაიგე? და ამიტომ მოყავს მე იესოს აკლემის იდიომა. აკლემი დიდარი შევა ნემსის ყუთშიო, ვიდრე აკლემი უფრო გაძლიერება ნემსის ყუთში, ვიდრე დიდარი სათასასწრაფოებში. არას ინჯავს ეს. იერუსალიმში იყო ადგილი, კარიბჭე, სადაც ქარავანი რომელიც შედიოდა, ქარავანი ვერ შედიოდა იქ დატვირთული. აკლემი ვერც გამართული ვერ შედიოდა. ანუ აკლემი უნდა ჩამოსულიყო ტვირთისაგან, დაჩოქილი იყო და ისე შევიდოდა ქალაქში. ანუ ეგ უთხრა იესო ქრისტე. ისაც შენ ტვირთი გაქვს, ტვირთით ადამიანი ვერ შევა სათასასწრაფოში. და სხვა ღმერთებზე თაყვანისცემა ეს ტვირთია. ანუ მამონას ემსახურებოდა, გაიგე ეს ჭაბუკი, ეს იყო მისი ღმერთი ეგ იყო. და ამაში ამხილა იესო ქრისტე და მოწაფეებმა ვერ გაიგეს, კაცო. კი, მაგრამ სიმდიდრეს ჩვენ ხო ძველი აღთქმიდან ვიცით რომ კურთხევაა. კი, კურთხევაა იესოს, მაგრამ ეს კურთხევა არ უნდა გიქცეს შენ კერპათო. ამას ამბობს იესო. აიე. და იესო პირდაპირ ეუბნება. იესო მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს, ეს კი მარკოს წერია. რა ძნელი იქნება სიმდიდრის პონტაში საფისას ხოლოს, ანუ ის მას დამდობილი არის, პირდაპირ ეუბნება. პირდაპირ, იმიტომ რომ მაგას ემსახურება. აიგე? იმიტომ რომ ეს წარმოგიდგენ ეს მთავარი რო იყო, ალბათ მოციქულები და შეიცნობდნენ მაგაზე, ალბათ ამ მისაც ისეთი სახელი ჰქონდა როგორც ცადიკი, მართალი კაცი. გაიგე და ესეთი თუ ვერ შევაო, მოციქულებს შეშინდა კაცო. გარეგნულად უყურებს კაცი წარმატებულია, სიმდიდრე იმათ ითვლება, კურთხევად ითვლება, შეიძლება სოლშვილი ყავს ამ კაცს, რამე ყველაფერი წარმატებული ყო, ეს თუ ვერ შევა, ვინ უნდა შევიდეს? აბა ჩვენ ვაფშე საერთოდ ვინები ვართ? აიგე? აი ეს არის თელი ამ იგავის, ამ პასაჟის არსი, რომ და ამას ცემზოთ ის ებრაული კონტექსტი, როცა ჩვენ ვიცით. გაიგე ამ ყველაფერში. ანუ აზრი გამოვიტანეთ ეს რომ პირველი მოტივი ამ ადამიანის რა იყო? პირველი ეს იყო კეთი რომ მოძღვარო, ეს იყო ცოტა ცინიკური, იესო მეგრევე დასვა. და მე უკვე სერიოზულში რო გადავიდა. სერიოზულ იმაში რო გავიდა. მე მიხვდა და მე იესო ამიტომ დაღონდა ის იმან ხილება ნახა იესო ამხილა პირდაპირ გაყიდე შენი ყველაფერი ეს იყო მხილება
სრულყოფილება, ანუ იესო ეუბნება თუ ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანის ცემა გინდა, ღმერთის თაყვანის ცემა და აღთქმის მონაწილე იყო, შენ მე უნდა მიწამო. ეს არის პირდაპირ და არ არსებობს პეტრე რო ამბობს ქადაგებულში, არ არსებობს სხვა ხსნა. ხო და იმას პირდაპირ რატო არ ეუბნება? რა? აი რომ მე მათმა იცოდნენ მესიას რომ უნდა ეწამათ, მესიის წამება. მათ აღარ იესოს აღარ ჭირდებოდა ისა, ბევრჯერ თავზე რომ მიეთითებინა. ისი რატო კითხვა იოანეს ახარებაში მაგალითად არის ასეთი სიტყვები, მოწაფეები რო კითხებიან, რა გავაკეთოთ, რომ ღვთის საქმეები ვაკეთოთ. ირწმუნოთ ის, ვინც მან მოავლინა. იგივე საწყარეუნება. გასაგებია, მაგრამ უკვე რა მომენტია, მათ არ ეუნება, იმიტომ რომ თვითონ მან ებრაელებს უნდა დამახინჯებული წარმოდგენა მესიაზე. იესოს მოუწია მესიის დამახინჯებული წარმოდგენასთან ბრძოლა. ზოგს გამეფება უნდა და მისი ზოგს ის უნდა და ზოგს ეს უნდა და ამ სტერეოტიპებს რო დაეტაკა იესომ მოდი ჯერ აუხსნა მესიის კონცეფცია რა უნდა მესიას და როცა დაინახავენ სწორად მესიას რა ფუნქცია აქვს მე თვითონ დაინახავენ რომ ესვა გაიგე აი იესომ ძალიან ჭკვიანური ტაქტიკა გამოიყენა მანდ ანუ იესოს ეთქვა მე ვარ არიქა მე მიწამეთო და არა ხალხო მესია ასობდა იყო ეკითხა შენ თავზე ირიგებო ევაც უთხრა ზოგიერთებმა თავშენებ ხო აიგე არა იესო მიცოდა სად რა უნდა ეთქვა ეგ ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ აქედან გამომდინარე რომ ზოგიერთი ძალიან ცუდად აღიქონს რომ იესო ჯულს უპირისპირდება ჯულს არ უპირისპირდება და სიძულეს უპირისპირდეს არასწორი განმარტება და ძალიან ზედაპირული განმარტებაა. იმიტომ რომ როცა ჩვენ არ ვიცით კონტექსტი, რასასწავლიდა იუდაიზმი, რა დაყოფა იყო. აი ხო ხედავ, გავარკვეთ რომელი სკოლის მიმდევარი იყო ეს ჭაბუკი ზაშე. წარმოგიდგენია? ეს ნიუანსები, ესეთი ნიუანსები, დეტალები რო ვიცით, უკვე სრულად ხდება და ხედავთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. აიგე? ასეა შემოძმო დღევანდელ დღეს ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ რა არის ჩვენი ყველაფერი შეიძლება იყოს ჩვენი კერპი რაც ჩვენი იესოსთან მოწაფეობას გვიშლის ეს იყოს შეიძლება ჩვენი მშობლები ჩვენი სწავლა ჩვენი გონება ჩვენი ჰობი ჩვენი რაღაცა ეს ყველაფერი იყოს შეიძლება ჩვენი კერპი და ამიტომ ჩვენ უკვე მეორე მცნებას ვარღვევთ და ვერ შევდივართ ღმერთთან აღთქმაში ძალიან ახალი რაღაცები იყო, კაია. კაია, ხო? ძალიან. აი, ასე მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ დააკომენტაროთ ვიდეოს ქვემოთ, ჩვენი ვიდეოს ქვემოთ და სიამოვნებით გიპასუხებთ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, აუცილებლად გააზიარეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა მოისმინოს და იყავით კურთხეული, წარმატებები ილოცეთ ჩვენზე და მადლობა ყურადღებისათვის, გაგრძელება იქნება.